მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო, მე ვარ რომეო ცენტერაძე, თქვენი მყოფებით ჩემს YouTube არხზე, სადაც ჩვენ ძირითადად ვსაუბრობთ ქართულ MMA-ზე. და დღევანდელი ვიდეოს მთავარი თემა არის Fight IQ, ანუ იგივე საბრძოლო IQ. ერთ-ერთი მსმენელის თხოვნით გადავწყვიტე რომ ჩამეწერა ეს ვიდეო და ასევე შემოგთავაზებთ ახალ რუბრიკასავით, თუ კი სხვებსაც გექნებათ რაღაც საინტერესო იდეა ვიდეოსთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მომმართოთ ვერსიებით, საუკეთესოებს ამოვარჩევთ და შიგადაშიგ ჩავწერთ ხოლმე ესე მოკლე ვიდეოებს ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით. სანამ წინ წავიწევთ, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი. ძალიან ეხმარება ყოველი გამოწერილი, ყველა გამომწერი, ყველა მოწონების ღილაკზე ხელის დაჭერა თითოეულ ვიდეოში ძალიან ეხმარება ეს არხის წინ წაწევას, ასე რომ წინასწარ დიდ მადლობას გიხდით სულ ყველას მხარდაჭერისთვის. გადავიდეთ თავარ თემაზე. Fight IQ. მოდი ჯერ ვთქვათ კლასიკური განმარტება იმისა დაახლოებით თუ რა არის Fight IQ. Fight IQ მაღალი Fight IQ, ასე ვთქვათ. მაღალი Fight IQ, მაღალ საბრძოლო IQ, მოდი ქართულად ვთქვათ, ითვლება როდესაც ადამიანს მებრძოლს შეუძლია რთულ სიტუაციებში იპოვოს გამოსავალი, მიიღოს გადაწყვეტილებები, სწორი გადაწყვეტილებები, წნეხის ქვეშ მოახდინოს ადაპტაცია და წაიყვანოს ბრძოლა იქ, სადაც მისთვის უფრო ხელსაყრელი იქნება, ესე ვთქვათ. ეს არის ზოგადი განმარტება, მაგრამ ზოგადი საუბარი ყველა თემაზე შეიძლება ნებისმიერ ადამიანს რო კითხო ზოგად აზრს ისეთ რაღაცებზე გეტყვის, რომ საერთოდ შეიძლება ბევრი არ იცოდეს ამ სფეროზე, მაგრამ კონკრეტულად როცა ჩაუღრმავდებით ამა თუ იმ თემას, მანდ უკვე აბსოლუტურად სხვა სურათი იშლება. ჩემი გადმოსახედიდან Fight IQ-სა და ადამიანის პიროვნულ ინტელექტს შორის დიდი მაინც და მაინც კავშირი არ არის. და შემიძლია ძალიან კარგი მაგალითი მოგიყვანოთ ჯონ ჯონსის სახით, ვინც თვალს ადევნებთ და გიდევნებიათ ჯონ ჯონსის კარიერაზე თვალი, ალბათ დამეთანხმებით, რომ მას როგორც პიროვნებას არც ვერ მეტყვის, რომ ჯონ ჯონს რაღაც ალბათ საშუალოზე დაბალი IQ აქვს როგორც პიროვნებას, მაგრამ როგორც მებრძოლი, ჩემთვის პირადად ყველაზე მაღალი Fight IQ აქვს და ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია MMA-ში. ეგ საკამათოა, რა თქმა უნდა, ზოგისთვის სხვა არის, ყველა დროის საუკეთესო, ზოგის სხვა, მაგრამ ის პრინციპი, რასაც მე ვიძახი, რომ ჯონ ჯონსი როგორც პიროვნება არც თუ ისე მაღალი Fight IQ-თი გამოირჩევა, გინდა ინტერვიუებიდან, გინდა მაგის სხვადასხვა სკანდალებიდან რომ ვიმსჯელოთ, მაგრამ როგორც მებრძოლი, თუ კი მებრძოლი მოჭყუბარი MMA-ში შეიძლება იყოს, რომ გენიოსად ჩაითვალოს ჯონ ჯონსი ნამდვილად არის ეგეთი, ამას წყალი არ გაუვა ნაღდად რა. ანუ რა განაპირობებს ამას? შეიძლება იყოს წითელი დიპლომი გქონდეს, შეიძლება ჰარვარდი გქონდეს დამთავრებული, პარალელურად მებრძოლიც იყოს, შეიძლება ეგეთი რაღაცა, აი მაგალითად ჯონ დენეჰერი, ერთ-ერთი ისეთი, ანუ მე არ ვიძახი რომ ექსკლუზიურად ეგრეა თქო, ანუ შეიძლება ძალიან ჭკვიანი იყო პიროვნულად და მაღალი IQ გქონდეს და ეს გადაიტანო ბრძოლაშიც. ანუ მაგალითად ჯონ დენეჰერი რო ვთქვათ, მებრძოლი არ არის, მაგრამ ერთ-ერთი ჯადოქარია ჯიუ-ჯიტსუში, კოლუმბიაში პროფესორი იყო, ჩამოვიდა მე მგონი ზელანდიიდან თუ ავსტრალიიდან ზუსტად არ მახსოვს და შემდეგ ჯიუ-ჯიტსუმ გაიტაცა და დღეს ჯიუ-ჯიტსუშიც ფაქტიურად ჯიუ-ჯიტსუშიც პროფესორია. მთელი ლეგლოკის სისტემა რაც კი არსებობს დღეს სოფლიოში მაგისი შექმნილია რა. თავისი ცალკე სპორტის შექმნა კიდე ჯიუ-ჯიტსუში. ჯონ დენეჰერის გამოჩენამდე ჯიუ-ჯიტსუში სხეულის 50%-ს აბსოლუტურად იგნორირებას უკეთებდნენ სპორტსმენები, ლეგლოკები თითქმის არ ხდებოდა არსად და ანიშვიათ და მან შექმნა ეს სისტემა. ანუ ეს ის გამონაკლისია, როდესაც ძალიან მაღალი IQ-ს მქონე პიროვნება ბრძოლაშიც შეიძლება იყოს ძალიან კარგი IQ-ს მქონე, მაგრამ ეს გამონაკლისია ჯერტი, მეორეც ჯონ დენეჰერი არ არის მებრძოლი, უფრო ჯიუ-ჯიტსუს თხრნელი და ჯიუ-ჯიტსუს პრაქტიკოსია რა. როგორ ყალიბდება IQ ზოგადად რა? ჩემი აზრით, როდესაც ადამიანი იწყებს სწავლას ბრძოლის და დარბაზში სიარულს, რა საკშიც არ უნდა იყოს, ბავშვი იქნება, მოზარდი, თინეიჯერი, ყმაწვილი თუ უკვე დასრული 20-22 წლის, თუ კი მას თავიდანვე
არასწორად ჩაუნერგე რაღაცა და თვეების და წლების განმავლობაში არასწორად ამეცადინე, ავარჯიშე და ასწავლე, მე მას ძალიან გაუჭირდება აი ეს ყველაფერი გადააწყოს, გადაალაგოს სწორად თუნდაც სხვა დარბაზში უკეთეს მწვრთნელთან რომ მოხდეს, რომელიც სწორად აჩვენებს. ძალიან გაუჭირდება მე გადაწყობა თავიდან და ეს ძალიან შეუშლის fight IQ-ს ჩამოყალიბებაში ხელს. იმიტომ რომ მოგეხსენებათ ჩვევა რჯულზე უფრო უმტკიცესიაო ნათქვამია ქართულში და მართლაც ესეა, ბრძოლაში ესეა ყოველ შემთხვევაში მინახავს ძალიან ჭკვიანი ბიჭები, განათლებული ბიჭები არასწორად დაუწყიათ რაღაცის სწავლა, მე მოსულან დარბაზში და სწორად ასწავლიან ისე როგორც საჭიროა, მაგრამ დიდი ხანი დასჭირებიათ რომ შეგუებოდნენ ახალ სისტემას, სწორ მეთოდებს და ძალიან ბევრ შესწავლებს უშვებდნენ ამის ხარჯზე ბრძოლებში. ანუ მთავარი მეთოდი ჩემი აზრით fight IQ-ს ჩამოყალიბებაში ზუსტად ეგ არის. დარბაზში ყალიბდება მაღალი IQ მებრძოლის, როგორც ასწავლე, ავარჯიშებ, აჩვევ, რომ თუნდაც მზადება კონკრეტული მოწინააღმდეგის, როდესაც აყენებ სვამ იმ კონკრეტული მოწინააღმდეგემ, რაც შეიძლება საფრთხეს ჩაგდოს იმ სიტუაციებში და ამ სიტუაციებიდან გამოსავლაზე მუშაობას აიძულებ, რასაც თვითონ შეძლებს დანარჩენს შენასწავლი, მე თავიდან აკეთებ, აჩვევ აი ამ ყველაფერს, სწორ ჩვევებს უნერგავ მებრძოლს, რომ ამა თუ იმ სიტუაციაში რა უნდა გააკეთოს, ამა თუ იმ ადამიანთან რა უნდა გააკეთოს, ამ მოწინააღმდეგესთან როგორ უნდა ადგეს, როგორ უნდა შექმნას სივრცე, სად უნდა მიაწვეს თეძოზე თუ ჯობია იდაყვით შექმნას სივრცე თუ რაღაც სხვა მოწინააღმდეგესთან ესე უნდა ქნას, რამდენად ხდება მზადება წინასწარ კონკრეტულ მოწინააღმდეგესთან, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ესეთი რაღაცები, როდესაც მეთოდურად უდგები როგორც მწვრთნელი შეგირდს და აჩვენებ რაღაცებს, რაც მუშაობს ამა თუ იმ კონკრეტულ მოწინააღმდეგესთან, ან კონკრეტული სტილის მოწინააღმდეგესთან, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემდეგ fight IQ-ს ჩამოყალიბებაში, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ითარგმნება მერე ბრძოლაში და ბრძოლაში კონკრეტულ ბრძოლებში გაკეთებული, მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით მერე ჩვენ ვაფასებთ ამა თუ იმ მებრძოლს თუ როგორი fight IQ-ა. გაიხა მაგალითად ყველაზე ბოლოს რაც მოხდა ილია თოფურიას მაგალითი რო ავიღოთ, ძალიან მძიმე დარტყმა მოხდა პირველივე წამებზე ილიას ბრძოლის დაწყებიდან და ეგრევე მოახდინა გადაწყობა რა. ეგრევე შეწყვიტა იმ მიმართულებით სიარული საითაც სulis დროს მოხდა ის დარტყმა, იგივე დარტყმა უკვე სხვა კუთხიდან გაუშვა, დაელოდა რეაქციას, ერთხელ მე მეორედაც იგივე რეაქცია მიიღო და მესამედ უკვე აღარ აპატია მოწინააღმდეგეს ერთი და იგივე ჯებზე იგივე რეაქციის მოცემა, დაახლოებით ერთი და იგივე რეაქციის მოცემა და თავისი ძლიერი დარტყმა რაც აქვს, მაგის საშუალებით გაანეიტრალა საბოლოოდ მოწინააღმდეგე და ბრწყინვალე ფორმით მოიგო ეს ბრძოლა რა. კიდე ერთი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ სანდრო ბაციაშვილი, ადრეც მისაუბრია სანდროზე ბევრჯერ, ეხლა მალე პროფესიონალებში აქვს დებიუტი აგვისტოში. ძალიან ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ თავიდან ჰქონდა პრობლემა fight IQ-სთან. ანუ იმას კი არ შეიძლება სანდრო სულელია, არა. უბრალოდ იმდენად ჰქონდა რაღაცეები არასწორად მექანიკურად ნასწავლი და მიჩვეული იყო, ბრძოლაში მე აკეთებდა იგივეს. გამიგეთ, გადიოდა და სეტაპის გარეშე იქნებდა ფეხს და მე ხვდებოდა ხელი ძალიან ადვილად. მე იყო ერთი ბრძოლა, როდესაც armbar-ში ყავდა მოწინააღმდეგეს, არ დადენდა სანდრო კინაღამ ხელი მოწყდა, ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ არც ერთი მოძრაობა სწორად არ გააკეთა. აი გული აჩვენა ძალიან დიდი, მაგრამ მაგის ნახევარი იმისთვის რომ დაეთმო რომ სწორი მიმართულებით ემოძრავა, სწორი მიმართულებით წაეღო თეძოები და ესე შემდეგ, ალბათ არც წააგებდა მაგ ბრძოლას. და შედეგად სანდრომ რაკნა წავიდა დარბაზში, გადახედა თავის შეცდომებს, გადახედა ბრძოლას, მიხვდა სად იყო პრობლემა და დაიწყო მაგ პრობლემაზე მუშაობა და მომდევნო ბრძოლაში იმდენად გაზრდილი გამოვიდა და იმდენად სხვა დონეზე იყო აბსოლუტურად. ყველა ის შეცდომა, ყველა ის ღრმული რაც კი ქონდა წინა ბრძოლაში, ყველაფერი ამოვსებული ქონდა. ანუ მან თავისი fight IQ აიმაღლა რამოდენიმე თვეში ერთიდან, ანუ ბრძოლასა და ბრძოლას შორის. ანუ
იმ ბრძოლაში იმდენად ცუდი ჩვენება ქონდა და მომდენო ბრძოლაში იმდენად კარგი ჩვენება ქონდა, გეგონებოდათ, რომ აი იმ ბრძოლიდან ამ ბრძოლამდე 1-5-6 ჯერ კიდე იბრძოლა ამ ბიჭმა და გააუმჯობესა, მაგრამ არა. ერთი წაგებული ბრძოლიდან მომდენო ბრძოლამდე დარბაზში იმხელა სამუშაო გაწია, იმდენი იშრომა, ისეთი უნარჩვევები შეიძინა, რომ ფაქტიურად აბსოლუტურად სხვა ადამიანი გამოვიდა მომდენო ბრძოლაში მაგის შემდეგ რა და ყველა გაგვაოცა აბსოლუტურად აღტაცებაში მოგვიყვანა კიდევაც და ეხლა მალე აქვს პროფესიონალებში დებიუტი, იმდენად მაგარი ბრძოლა ჩაატარა ბოლოს მოყვარულებში, უკვე ყველა მივხვდით და ყველა მურჩიეთ, რომ პროფესიონალებში გადასვლის დრო იყო და მალე გადავა, ეხლა აგვისტოში აქვს ბრძოლა და მოიგებს კიდევაც დარწმუნებული ვარ, მაგრამ გულშემატკივრობს სანდროს ფაქტიურად პატარა ბიჭი იყო, რომ გავიცანი. სანდროც ერთ-ერთი მათგანია, ვინც მე წავიყვანე აქ ამერიკაში პირველად დარბაზში. დღემდე ძალიან ავახლობთ მე და სანდრო და ესე იქნება ყოველთვის და ვუსურვებ ერთვენიერ დღეს იმ მწვერვალებზე გვენახოს, სადაც თოფურია და მერაბ დვალიშვილი არიან. აქვს ნამდვილად ამის პოტენციალი. ასე და ამგვარად მოკლედ, ჩემი აზრით, გარდა იმისა, რომ არსებობს ბუნებრივი რაღაც უნარები, სადაც შეუძლია ადამიანს რაღაც ბუნებრივი ტალანტის ხარჯზე რაღაცებს სწორად დაინახოს, ყველაფრის მიუხედავად თლიანობაში მაინც fight IQ-ით ჩამოყალიბება ხდება დარბაზში. დარბაზში თუ არ ჩადე შრომა, თუ არ მოემზადე სწორად და არ გაიარე მილიონჯერ ის სიტუაციები, რაც შეიძლება შეხვდეს ბრძოლაში და აქედან გამოსავალი არ ეძებე და არ იპოვე დარბაზში, ბრძოლაში ეს არ გადაითქმება. კიდე ერთ კარგ მაგალითს მოგიყვანთ მერაბ დვალიშვილი. მერაბ დვალიშვილმა ერთხელ წააგო, მახსოვს მე აქ რეგიონალურ ბრძოლაში ნიუ-იორკში ბიჭთან, რომელთანაც არ უნდა წაეგო, მაგრამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, მოხვდა full mount-ში, ზემოდან მოექცა მაგას თავისი მოწინააღმდეგე, ფეხები გადმოაბიჭა და ძალიან ბევრი ზიანი მიაყენა, დასისხლიანებული იყო მერაბი, მახსოვს. მაგრამ მერაბმა რა აქნა, წავიდა დარბაზში და რამოდენიმე თვე მარტო იმაზე მუშაობდა მაუნთიდან როგორ უნდა გაქცეულიყო რა. ხოლოდ იმაზე მუშაობდა მთელი რამოდენიმე თვე, რომ აი მაუნთიდან გაქცევა. მოექცეოდა მაუნთში ალჯოსთან და ჩალიჩობდა რომ გაქცეულიყო და იმდენად მაგრად დაამუღამა და იმდენად მაღალ დონეზე აიყვანა, იმის მერე მერაბი მაუნთში მოქცეული არ მინახავს არასდროს რა. და არც მინახავს არასდროს. ანუ მე მგონი საკმაოდ კარგად ავხსენი, რა ვიცი, ვინც გაიგებს და დამეთანხმება, თუ კი რამეს დაამატებდით კიდე. მე უბრალოდ კიდე ბევრი რაღაცების ჩამატება შეიძლება, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვიძახი ძირითადი ჩემთვის, რაც არის, საიდანაც ვითარდება fight IQ, აი ეს არის რა. რა ვიცი, არ არსებობს ამ საქმეში ადრე უკითხავთ ბევრჯერ ჩემთვის, რომ აი რა უნდა დაამთავრო, რომ მენეჯერი გახდე, რა უნდა დაამთავრო, რომ ეს საქმე ტრენერი გახდე, რა უნდა კოლეჯში, რა უნდა ისწავლო, ყოველთვის ვეუბნები. ამ სპორტში ერთადერთი კოლეჯი, ერთადერთი სკოლა და ერთადერთი ის არის დარბაზი. დარბაზში, რასაც აკეთებ, იმის რაც შეიძლება მეტი პროცენტი უნდა გამოამჟღავნო და მჟღავნდება და ვლინდება მე უშუალოდ ბრძოლის დროს. ეგეთი არის ჩემი დანახული MMA. და რა ვინც დამეთანხმებით ძალიან კარგი, ვინც არა შეგიძლიათ კულტურულობის ფარგლებში შეიტანოთ შესწორებები, რაც დაამატებდით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ, დაწეროთ დადებითი კომენტარები, დამიჭიროთ მხარი, რაც უფრო გაიზრდება არხი, მით უფრო მეტ საინტერესო ვიდეოებს შემოგთავაზებთ, მით უფრო მეტ დეტალურ განხილვებს შემოგთავაზებთ ამა თუ იმ ნოკაუტზე, საბმიშენზე, ჭიდაობის რაღაც მომენტებზე და ესე შემდეგ. გამოუშვით ვერსიები კიდე სხვა რა თემებზე შეიძლება ესეთი საინტერესო ვიდეოს ჩაწერა. ახლა არ პირდებით რომ ყოველ დღე ჩავწერა მას, მაგრამ თვეში რამოდენიმეჯერ მაინც შევეცდები რომ ჩავწერო ამა თუ იმ საინტერესო თემაზე ამდაგვარი ვიდეო. და რა ვიცი, ყველას კიდევ ერთხელ წინასწარ გიხდით, მადლობას და მადლობა ყურადღებისათვის და კარგად ბრძანდებოდეთ.